მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. მიხარია რომ წერთ კომენტარებს, რომ მიყურებთ, რომ მილაიქებთ, რომ მოგწონთ ჩემი ვიდეოები. უდიდესი მადლობა ნდობისთვის, ყურებისთვის, ლაიქებისთვის, უკავშირისთვის, ასევე პირადში რომ მიკავშირდებით კონსულტაციებზე, რჩევაზე, ყველაფრისთვის მოკლედ. რაც შეგვიძლია ვაკეთოთ სიკეთე, დავეხმაროთ ერთმანეთს და გავუწოდოთ ერთმანეთს, ასე ვთქვათ, ხელი დახმარების, ხო? იმიტომ რომ სიკეთე გადაგვარჩენს, სიკეთე გადამდებია. და აუცილებელია მით უმეტეს დღეს. ჯერ შესავალს გავაკეთებ, არ ვიცი, გაიგეთ, იცით, არ იცით, მოკლედ ნასამ დააფიქსირა 24 მაისს დაახლოებით მზის სისტემაში, ანუ მზის სისტემა. ნახეთ, ეს არის კოსმოსი, ხო? კოსმოსი, galaktika, ოღონ ჩვენ ვართ მზის სისტემაში. ეს არის პლანეტების განლაგება, სადაც ყველაფერი საათობრივად რო იყვნენ, ესე მექანიზმი არის აწყობილი, ხო? ყველა პლანეტა. აი ესე რო იყვნენ ერთმანეთის გვერდ ჩაწყობილნი, ხო გინახიათ არა? წარმოდგენა გაქვთ, მოკლედ მზის სისტემაში დაფიქსირდა რაღაც გამონათება, პლაზმოიდი და ეხლა უკვე ხო იცით, რომ აქვთ ყველანაირი აპარატურა, მოწყობილობა, ყველაფერი და დიდი ხანი ვერ იგებდნენ რა იყო, იმიტომ რომ ეს გამონათება მე დავდებ მთავარზე და აკვირდით, ეს გამონათება იყო აი ფენიქსის ჩიტი, ანუ ჩიტის მსგავსი რაღაცა ნათება და ბოლოს თქვეს, რომ ეტყობა კომეტა მოდიოდა 2 მილიონი სინათლის სიჩქარით დაშორებულია დედამიწას, მაგრამ ჩვენსკენ მოედინებოდა ეს რაღაც, მოდიოდა უბრალოდ ეს რაღაც კომეტა და იმის ნაწილაკი რა. მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილაკი. ხო და ეს დაფიქსირდა, ანუ იმ აპარატებით, იმ მოწყობილობით, რაც გააჩნია NASA-ს, იქ იყო კიდევაც მითითებული რით, ანუ მიკროსკოპიულად გადიდებული და სხვადასხვა რაკურსით, მაგრამ ფაქტია, რომ თვითონ ეს გამონათება, ნახეთ, რომ დააკვირდებით, ხო, ვითომ არაფერი, ნახეთ, ეხა ვიღაცა, აი ჩვეულებრივი, ხო, აბივაწელი რო იყვიან, ესეთი პრაგმატული, აი ესეთი ადამიანი, ანუ ამას ეხა ყურადღებას არ მიაქცევს, მაგრამ ნახეთ, ვინ ცოტათი მაინც გარკვეულია. ჯერ ერთი არაფერი ხდება შემთხვევით ამ სამყაროში და მით უმეტეს კოსმოსში და galaktikაში. ის კომეტაც კი, ნახეთ, ასტროლოგიურად ეს ყველა სფეროები, როგორც არის ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ეზოთერია, ალქიმია, ეს ყველა სფეროები ადრე იყო მეცნიერება, ფიზიკა, მათემატიკა, გეომეტრია, ყველაფერი, ალგებრა, ანუ ამას მეცნიერება თვლიდნენ ადრეინდელ დროში, მაგრამ საქმე რაშია, იცით, მერე, ბევრი რაღაც მიზეზების და გამო, რომ ესე იგი ადამიანებს არ გაეგოთ მეტი, არ გაერკვიათ მეტი და ყოფილიყვნენ მონურ, აი ესეთ პრიმიტიულ აზროვნებაზე, ანუ დამოკიდებული ვიღაცაზე, რაღაცაზე, არიქა ეს გადამარჩენს, არიქა ეს მიშველის, არიქა ეს და ანუ ადამიანზე და არა ღმერთზე. ხო გესმით? ანუ გაკერპება იგივე. აწყობდათ ხო რაღაც ძალებს საუკუნეების განმავლობაში ისტორია გავიხსენოთ, ესე მოდის ყველაფერს გადაწერეს, გადმოწერეს, თავის თავზე მოირგეს სახელმწიფოებმა, მეფეებმა, პატრიარქებმა, ეპისკოპოსებმა, რომის პაპებმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კანონები ფაქტიურად მათი მოგონილ დაწერილია, ხო მთლიანობაში, ერთადერთი 10 მცნება არის და მამაო ჩვენო ლოცვა, რომელიც დაგვიტოვა და ვიცით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. მოკლედ რისი თქმა მინდა. კოსმოსში არანაირი მოვლენა შემთხვევითი არ არის და
ეს რაზე მიანიშნებს? კომეტაც კი, როცა მოდის, ხო, თქვა, დედამიწასთან ახლოს არა, თქვა, აი, ჩაუარა დედამიწას იქვე ახლოს, ხო, რაღაც მონაკვეთით, გრადიუსით, ცელსიუსით ზომავენ, წონავენ ეს ასტროლოგები, ვარსკვლავთმრიცხველები, ასე ვთქვა და ადგენენ, რომ რაღაცა გავლენაა, ნახე, ისე არაფერი ხდება, მით უმეტეს კოსმოსში, იმ ციურ ასე ვთქვათ, სამყაროში, რომელსაც განაგებს მამა ღმერთი, მამა ზეციერი, მამა შემოქმედი. და ამ შემთხვევაშიც რახან უკვე განვითარებულია ეს, ასე ვთქვათ, აპარატურა და შეუძლიათ გადაიყონ ყველა ციური სხეული პლაზმოიდი, ასე დავარქმევდი მათ ენაზე, ვითომ ნაწილაკიო დაიშალაო იმ კომეტისო და ეს, ანუ ესეთი ჩიტი დავდებდა შეხედეთ, ფენიქსის ჩიტის მსგავსი ნათება მოედინება დედამიწისკენ. ანუ კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩვეულებრივი ადამიანი ამას ყურადღებას არ მიაქცევს, იტყვის, რომ ნუ რა მოხდა, ეხლა რა არის, ეხლა ამაში ისეთი, ხო? არა ჩვეულებრივი, კიდე გეტყვით და გიპასუხებთ, რომ ამაში ჩვეულებრივი ის არის ჯერ ერთი, რომ უკვე პორტალი გახსნილია, ვიცით, რომ დედამიწის ვიბრაციები ამაღლებულია და ზუსტად მათი შაუმანის შკალის საზომი აპარატი ამას აჩვენებს, ანუ ვიბრაცია, სიხშირე, ეს ყველაფერი ხო მოიმატა. და მეცნიერულად ვხსნი. და არ არსებობს იქ არანაირი დეტალი, ხო? ატომი, ნეირონი და მოლეკულა და ასე შემდეგ, რომ რაღაცა თანხმედრობაში არ იყოს, ანუ კოსმოსში ყველაფერი არის ჰარმონიულად დაცული და მას აკონტროლებს ერთი გონი შემოქმედი, ვინც შექმნა ყველაფერი, ხო? და მით უმეტეს პლანეტები. და ეს განლაგება მთელი მზის სისტემის და ჩვენც ამ მზის სისტემის პლანეტა, ცოცხალი პლანეტა დედამიწის წარმომადგენლები ვართ, ხო? ამ პლანეტიდან ვსაუბრობთ. და იქ რაღაც დარღვევა არ არის ესეთი რაღაცა, გესმით, არ არსებულია. იქ რო რაღაცა დაირღვეს, იქ რო რაღაცა ანუ შემთხვევითობა არ არსებობს. ხო და ეხა ვიღაცა რაღაცას იტყვის, რაღაცას აი ვითომ ის არის, ეს არის. ანუ მე გეუბნებით რაც არის. ეს არის ნათება იმ დიდი ნათელი ძალების ენერგია, მფარველობა, რაც მოდის დედამიწაზე. დავარქვათ ამას კომეტის ნაწილაკი, დავარქვათ ამას რაღაცა გადმონთხეული იქიდან მაგნიტური სხივები, ფრქვეველი, რაღაცა ვარსკვლავის დაშლილი ნაწილი და რა ვიცი, რაც არ უნდა მოიგონონ, მაგრამ ფაქის სივრცეში და მით უმეტეს ვინც ჩახედულია და გარკვეულია სამყაროებს შორის და ნამყოფია. ძალიან ბევრი სამყარო არსებობს სინამდვილეში, პარალელურები რო არსებობს ვიცით, მაგრამ არსებობს კიდე სხვა სამყაროები და ზუსტად აი ეს მანიშნებელია, ანუ კარგი მანიშნებელია, ის რომ ჩვენ მფარველობის ქვეშ ვართ, უკვე ნელ-ნელა აი ტაბუ ეხდება ყველაფერს, ანუ მე რას ვიძახდი, რომ ყველაფერს, ანუ უკვე უნდა აეღადოს ტაბუ, რას ნიშნავს, რომ გამოაშკარავდება, გამომზეურდება ის დამალული დაფარული ამდენი საუკუნეების წლების განმავლობაში, რომ მალავდნენ, ჩკმალავდნენ. რატომ? იმიტომ რომ იმ ძალებს, რომლებსაც ჰქონდათ დატყვევებული დედამიწა და ასე ვთქვათ, ჩვენ რა დედამიწელები, ვინც არიან სათავეში, სულ ზემოთ ვიძახი, ვინც განაგებს მთელ მსოფლიოს, იმაზე ვსაუბრობ, არ აწყობთ მათ, იმიტომ რომ იციან, მათი ბოლოა ეხლა მოსული, მაგრამ ვერაფერს ვერ გააწყობენ. მოსახდენი მოხდება, დედამიწა ამაღლდება, ეს აი ესეთი პლაზმოიდური წარმონაქმნები, ხო, კოსმოსიდან დავარქვათ, ხო, ანგელოზებსაც ესე ეძახდნენ. იმიტომ რომ ისინი ხო უსხეულოები არიან, თუმცა არსებები არიან და არსებობენ. უბრალოდ არ ჩანან, სხეული არა აქვთ, ხო?
და მეცნიერულად პლაზმოიდს ეძახიან, მაგრამ არსებობენ დავარქვათ პლაზმოიდები, დავარქვათ რაღაც ისინი ესენი, რაც უნდათ ის დაარქვან. ჩვენ ვიცით, რომ შემოდის ნათელი ენერგია, ღვთიური ენერგია და მფარველობა მოდის, რაც თავარია. ანუ ის, რომ რაღაცა აპირებენ, ფაქტია. მაგრამ ამის უფლებას არ მისცემენ, იმიტომ რომ არიან კურატორები, რომლებიც უყურებენ, რომ დედამიწაზე მაინც ასე თუ ისეა იყოს სიმშვიდე, მშვიდობა და ჰარმონია. ანუ რა ხდება, იცით, როცა ძალიან დიდ საფრთხეს ვიძახი, ხო, რაღაც საფრთხე ხო არსებობს დიდი და აქვთ ეს იარაღი, იცით თქვენც, აი იმას გულისხმობ, არ შეიძლება ხა ამის თქმა, ხო? ხმამაღლა ყოფილა შემთხვევები, რომ ჩარეულან ისინი და გაუჩერებიათ და იქვე ლოკალურად ან არაფეთქებულა, ან იქვე აფეთქებულა, ან იმ სიდიდით და იმით სიმძლავრით არა, რომ დაეზიანებინა პლანეტა, იმიტომ რომ დედამიწა რო ამოვარდეს ამ სისტემიდან, ნახეთ, ეს არის ერთი დიდი მექანიზმი, როგორც საათის მექანიზმი, ხო? იქიდან რო ერთი ჭანჭიკი ამოვარდეს, ხო, გაჩერდება საათი, ვერ იმუშავებს, ესე არის კოსმოსში ყველაფერი იდეალურად შექმნილი და იქ ზედმეტობა არაფერში არ არის, ყველაფერი იქ არის, სადაც უნდა იყოს. ანუ უდიდესმა გონმა ჩვენმა მამა ღმერთმა და შემოქმედმა შექმნა ეს ისე იდეალურად და ჰარმონიულად, რომ ყველაფერი თანხვედრაშია და იქ შეცდომა როგორც ასეთი არ არის. შეცდომა აქვთ ამ წარმომადგენლებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, ავიწყდებათ, რომ მაინც არიან აქ კურატორები, არიან აქ ჩამოსული ნათელი კეთილი, განსხეულებული, რეინკარნირებული ნათელი სულები, ზოგი ანგელოზური, ზოგი წმინდანების, არის სხვადასხვა კატეგორია. ღვთისშვილთა დავარქმევდი და იმ მომენტში, როცა რაღაც საფრთხე ემუქრება, მაშინ იღვიძებენ მათი გენეტიკა, მათი ეს მეხსიერება, ხო, როცა მოდიხარ აქ, შენ გავიწყდება და იწყებ თავიდან ყველაფერს. მაგრამ იმიტომ მოდიხარ ზუსტად, რომ რაღაც გარკვეული მისია გაქვს, ხო? ამაზე ადრეც ხო ვიძახდი მე, თუ მისმენდით. ზოგს მისია აქვს, რომ უნდა გადაარჩინოს, ზოგმა უნდა განკურნოს, ზოგმა თავისი ენერგია აქვს, ხო? ეს ღვთიური სიყვარულის დაამშვიდოს, გადასცეს და აიმედოს. ანუ ყველას აქვს თავისი ენერგია, მაგრამ ის რომ ყველა ღვთისშვილი, ღვთის ნაწილაკი, ნათელი სული აქ მოვლენილი და ეხლა უკვე გამოღვიძებული, ხო? ერთადერთი მისია არის მშვიდობა, რომ იყოს დედამიწაზე, ანუ დედამიწას რომ საფრთხე არ შეექმნას და იმ ქვეყანას, იმ ქალაქს გარკვეულ, ხო, ლოკალურად იმ ადგილს, სადაც უწევს მას ყოფნა, იმიტომ რომ ყველა იქ არის, სადაც უნდა იყოს. აი ესე არა. გონებრივად ვერ გაიგებს ადამიანი, მაგრამ ინტუიციურად უნდა მიხვდე. შეიძლება იმოგზაურო, იარო, წახვიდე, წამოხვიდე, მაგრამ როგორც ასეთი დამკვიდრდე, იქ, გაგაჩერებენ, სადაც ხარ საჭირო. სხვადასხვა მიზეზთა გამოვლინებების გამო, ეხა ესაყოფა ცხოვრებო თუ მატერიალური თუ რა მიზეზია, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაინც იქ მიგიყვანენ, სადაც უნდა იყვან. ამაზე იფიქრეთ, ძალიან გთხოვთ, ნურაფრის შეგეშინდებათ, მოწყალია ღმერთი და თქვენ თუ ითხოვთ, აუცილებლად არ დააყოვნებს შველა და მფარველობა მით უმეტეს ეხლა როცა ჩვენთან არიან უკვე და ესეთი წარმონაქმნები, რაც ეხლა დააფიქსირეს, ძალიან ბევრი იქნება და გახშირდება. ვითომ ერთნი ამბობენ, რომ იქო ვიცით, რომ ბევრი აფეთქებებია მზეზე და ესო აფეთქების ის არის, მეორე ამბობს, რომ შავი ხვრელიდან რაღაც, მოკლედ სუბსტანცია. მესამე, კომეტა მართლა იყო და არც კომეტას უშვებენ დედამიწას, რომ საფრთხე შეუქმნას ისე, არც რამე ისეთ სიტუაციას ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, უხილავი მფარველები, იმიტომ რომ
საჭირონი ვართ, დედამიწა იარსებებს, იცოცხლებს და ყოველთვის იქნება, რესურსიანია. ჩვენი მიწა-წყალი და ნუ დაიჯერებთ იმას, რომ აი ჩვენ ახლა იმდენი ვართ, რომ აი დედამიწას აღარ აქვს იმის ის, რომ ესე იგი ნიადაგიდან, ესე იგი საკვებ საჭმელით მოგვამარგოს. არა ბატონო, ეს არის სიცრუე. ორჯერ და შეიძლება სამჯერ და ხუთჯერ მეტსაც გამოყვებავს. იმხელა რესურსი აქვს დედამიწას და შეუძლია ეს, მაგრამ ესენი აკეთებენ ისე, რომ არ შეძლოს ხელოვნურად, ნახე? იმ პესციდებით, საწამლავებით, რა ვიცი კიდე რით, ჰაერის მოწამვლით, საკვების გემოდიფიცირებით და ასე შემდეგ ძალიან ბევრი რამის ჩამოთვლა შემიძლია, იმიტომ რომ ნუ რა ვქნათ რა, ესეთი მტარვალნი არიან, მოვლინებულნი და იმედია ძალიან მალე ესა ესეთი მტარვალები დაამპყრობლები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, ადამიანები არ არიან ისინი და ვინცი წარმომადგენლებიც არიან, კი ბატონო, იყვნენ და კარგად ბრძანდებოდნენ და დაგვტოვონ რაც შეიძლება მალე და დაგვტოვონ ჩვენ ღვთისშვილები და ნათელი სულები, ვისაც მშვიდობა გვინდა და ჰარმონიაში, იდილიაში ცხოვრება გვინდა, იმიტომ რომ უკვე აუტანელია იმდენად დაარღვიეს ბალანსი. იმდენად გადააჭარბეს, რომ აუტანელია და სამყარო ამას უკვე აღარ მოითმენს, იმიტომ რომ არსებობენ კიდე სხვა სამყაროს ძალები, ბუნების ძალების გარდა სამყაროს ძალები, რომლებიც კურირებენ, რომ დედამიწაზე იყოს, სიმშვიდე, სამართლიანობა დამკვიდრდეს და რაც უფრო მეტი ადამიანი მოუხმობთ მათ, რომ ბოლოს და ბოლოს ღმერთო დაამკვიდრეს სამართლიანობა რა არის უკვე, ხო? ამოიყვანეს. ხო და იცოდეთ, რომ ყოველთვის სწორ გზაზე დადგება სამყარო და დედამიწა. კანონის დამრღვევებს, სამყაროს კანონის დამრღვევებს თვითონ სამყარო გაუსწორდება. ბუნების შეცდომებს, ისინი არიან შეცდომით მოსულები, ნახე? მათი საქციელი არის შეცდომა. სამყაროს შეცდომა არ არსებობს ესეთი რამე. მაგრამ როცა შენ შემცდარი ხარ, შენ როცა არღვევ, მაშინ თვითონ სამყარო გისწორდება შენ, ის ძალები. გესმით? ამიტომ დაიჯერეთ, ჩემო კარგებო, ძალიან დიდი სპიჩი გამომივიდა, მაგრამ ფაქტია, არსებობენ და არიან და აწი იქნება უფრო მეტი და მეტი ამის ესეთი დაფიქსირება NASA-დან, იმიდან, ამიდან აქვთ ახლა, ხო? ყველა მხრიდან ვიცით. ესეთ დიდ ქვეყნებს შეუძლიათ და მუშაობენ, უყურებენ აგერ ჩვენს კოსმოსს და galaktikas. ვნახოთ აბა რა ენერგიები შემოდის, ეხლა ივნისი იწყება, უკვე მაისი მთავრდება და აბა როგორი ივნისი გვექნება მთლიანად ზოგადად, ჯერ ენერგიები ვნახოთ. ივნისისთვის ენერგიები ზოგადად. კი ბატონო, ხო, ბევრ რაღაცაზე თვალებს ხუჭავთ. რაზე ხუჭავთ თვალებს? ხო. მერტო ჩემო როგორ არ მინდა ამ ცუდზე თქმა და ცუდი რაღაცების თქმა, მაგრამ მიწევს სამწუხაროდ. და მაინც გამოანათებს მზე და ისევ დადგება ნათელი ცისკაბადონზე და ჩვენ ყველანი ვიტყვით დიდება შენდა, ღმერთო, დიდება შენდა, რომ დაგვიყენე ნათელი და მოგვანიჭე ჩვენ სიცოცხლე. მოკლედ, ყველაფერი თავიდან ესე სტაბილურად დაიწყება ივნისისთვის ენერგიებზე ვსაუბრობ. გვექნება რაღაც სიტუაციები, შეიძლება რაღაც გადავიღალოთ, რაღაც მეტი საქმე გავაკეთოთ, ეხლა ზოგადად, ხო? მაგრამ ნახეთ, არის გაყოფა, სულ ამას მაჩვენებენ, რაც არ მინდოდა რომ მეთქვა, მაგრამ უნდა ვთქვა და ვინც მიყურებთ, ყურები კარგად, გაახილეთ და მისმინეთ, რა ხდება, იცით? სულებზე მიდის ნადირობა.
ის დემონური ძალები ქვედა სამყაროს წარმომადგენლები დაბალი ვიბრაციის დავდოთ აგერ თქვენც რო შეხედოთ მათ უნდათ რომ ადამიანები ჩააგდონ ილუზორულ მდგომარეობაში უმრავლესობა ესეთი კატეგორიის ადამიანები რახან ახლა ენერგიაზეა საუბარი ხო ეზოთერიკოსი ფსიქოლოგი აგერ ენერგოთერაპევტი გიხსნით ხო დაბალ ვიბრაციებში აგდებენ ესეთ ადამიანებს დაბალი ვიბრაციებში ჩაგდგომა ეს არის მათი მხრიდან პროვოცირება ის არის ძალიან დიდი პროვოკატორი მანიპულატორი ტყუილის დიდოსტატი სიცრუის მამა ასე ქვია მას და რა თქმა უნდა ძალიან დიდი ამაყი ამბიციური ასევე სოციოპატები არიან უმრავლესობა ესეთი ადამიანები ყოველთვის გონიათ რომ არიან მართლები და ყველა მტყუანია სულ ესე იგი ნეგატიურს გამოსცემენ უნდათ არ უნდათ არავინ არ მოსწონთ ყველას აკრიტიკებენ და მათ აი ესეთ კატეგორიის ვინც კურირებენ ხო უნდათ ადამიანების ანუ გაყოფა ყველა ვარიანტში იქნება და ჩაგდება გაურკვევლობაში ნახე მთვარე არის ისტერია შიზოფრენია ანუ პათოლოგიური სოციოპატი ნიშნავს ხო იცით არა ეს სიტყვა რასაც ნიშნავს მაგრამ გარდა ამისა ფსიქიურად აი შეურაცხადი არაადეკვატური მას რაც არ უნდა უთხრა არ ესმის აი ესეთი ადამიანები რო ვერ გაიგებ ქალია კაცია რა არის ანუ რაღაცა არსება დგას ვერც მეტყველებენ ვერც საუბრობენ ანუ რო შეხედა უკვე თვალები მათ ნორმალური არ აქვთ პირდაპირ ან ყвирიან ან იგინებიან ან შეურაცხყოფენ ან გადადიან სულ ნეგატიურ ანუ ესეთი ადამიანები აგერ მოხვდებიან ერთად და მე რამდენჯერ ვსაუბრობ უკვე ამაზე და იქნებიან აი ესეთ მდგომარეობაში ეხა ივნისის თვე არის გადალაგების გადაწყობის განცალკევების ანუ შენ ამისიანი ხარ შენ იმისიანი ხარ პირდაპირ მაჩვენებენ ამას ის რომ სტაბილურობა მთლიანობაში შენარჩუნდება ამას მაჩვენებენ ბოლოს მზე დადგა და ну გამონათება ეს ყველა ვარიანტში იქნება ანუ ვერავინ ვერაფერს ვეღარ დამალავენ ეს ნიშნავს იმას რომ შემოდიან ნათელი ძალები რაც ეხა მე ვისაუბრე შემოდიან რაც შეეხება პარტნიორული ურთიერთობა არჩევანის წინაშე დადგებიან ძალიან ბევრნი ეს არჩევანის წინაშე ანუ იქნება აი ესეთი საიდუმლო ვითარება ნახე რომ შენ თუ არ გაქვს გონება გახსნილი დაფარული იქნება ეს ყველაფერი იქნება დაფარულად მე ვიძახი ის რაც არ ჩანს ფაქის სივრცეში გესმით რაც ჩანს ეს სხვა რამეა რასაც ამბობენ სხვა რამეა და არის კიდე მეორე რასაც არ ამბობენ და რაც არ ჩანს მე ვსაუბრობ იმაზე იმ დაფარულზე რაც არ ჩანს ანუ რაც დაფარულია რაც დამალულია აი იმიტომ რომ ეს ადამიანები რომლებიც წაიყვანს აგერ ეს მისი ენერგიის ბატონ პატრონი მათ ემორჩილებიან მას ანუ ამ ენერგიაში არიან ანუ ნახე მიჯაჭვულები დამოკიდებულები დამონებულები ყავს ამას რა და მიყავს ეს ადამიანი მიყავს იყოფა ადამიანები იყოფიან აზრები ანუ აი ვთქვათ ძალიან მიყვარს ჩემი მეზობელი ხო შემხვდა დღეს ქალი კაი ადამიანია ვიცნობ მიშვილებს ოჯახს იმას და ნუ ის სხვა აზრისაა მე სხვა აზრის და ანუ აი ეს ხელები ასავსავა რო უთხარი რომ მეთქი როგორ მეთქი მშვიდობა არ გქონდეს აბა მეთქი როგორ მეთქი
ჩვენ მეთქი საქართველო, მეთქი რუკაზე არ ჩანს, წერტილია, მეთქი ვის უნდა მე რა რესურსი მაქვს, რომ ვინმეს ვეომო, ვინმეს უმტკიცო, არიქა, რა მაგარი ვარ, რითი ვარ, უკაცრავად მაგარი. დროშაზე დაფსმით და ისა ჩარვლის ჩახდით და უკანალის ქნევით. ამით ამაყობდა ქართველი ვაჟკაცი? ასე მოიტანეს ჩვენმა გმირებმა, ქართველმა გმირებმა დღემდე. ესეთი ისტორია გვაქვს? თუ გინდათ რომ გადაშენდეს საქართველოს და საერთოდ გენოფონდი გაქრეს, საქართველოს ტერიტორია არ იყოს, კი ბატონო, ისედაც საზღვარივით ვჭირდებით, აგერ უნდა გადავიდნენ თურქეთში, საჰაერო და საგზაო ჭირდება ერთ გეგემონს და მეორე გეგემონს. ჩემთვის ორივე ჰეგემონია და ჩემთვის ორივე დამპყრობელია და ორივე მტერია. მე უნდა შევინარჩუნო დიპლომატია, რას ნიშნავს? არ უნდა შევეწინააღმდეგო და ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ, როცა არანაირი რესურსი არ მაქვს მე. არც ბუნკერი მაქვს, რომ ჩავძრე და არც გასაქცევ, ვერც მოვასწრებ გაქცევას. თუ დაგავიწყდათ 2008-ში რა იყო. გაგახსენებთ, მირბოდა ყველა. თავრობიდან დაწყებული, ჩინ პაგონებიან დამთავრებული. წითელ ხიდთან იდგა მთელი ის, რა ქვია, ამალა. ხო და აი ესეთი სიტუაცია როა, ხო, როცა მე უნდა გადავრჩე, მე ესე იგი უნდა შევინარჩუნო ჩემი იდენტობა, ჩემი ქართველობა, ჩემი რაც ვარ, ქართველი ვარ, რა ვქნა, მოვდივარ ჩემი წინაპრებით, აქ გავიზარდი, აქ გავიბადე, ქართველი ვარ. ვერ გადაუსვავ ამას ხაზს. შენ თუ გინდა რომ წაიშალო, კი ბატონო, წადი სხვა ქვეყანაში. და თუ ასე გძულს საქართველო. წადი ბატონო. მე და ჩემნაირები კიდე ძალიან ბევრი არიან, ვისაც მშვიდობა გვინდა, საქართველოში ცხოვრება გვინდა და რა ვქნა, მომწონს, არ მომწონს, მინდა, არ მინდა, ნეიტრალიტეტი უნდა ავირჩიო, ხმა უნდა ჩავიგდო უკაცრავად და უნდა გავჩუმდე და უთხრა, კი ბატონო, გაიარე, გაძლევ უფლებას, ხო გინდა თურქეთში გავლა, წადი. ოღონ, ანუ არ შემეხო. იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი, რასაც იზავს. რა არიზავს? დღემდე ბომბავს, აგერ მიადგა კიევს და რა დღეში არიან, ერთ შეხედეთ. ეხლა კიდე იმუქრება იმაზე და ამაზე. მოკლედ, მაგაზე დავანებოთ ეხლა მაგას თავი. აი, ესეთი კატეგორიის ადამიანები ისინი გაიყოფიან და წავლენ, ანუ რას ნიშნავს? წაიყვანს ეს მხარე. ისინი ვერასოდეს ვერ დაიმკვიდრებენ მშვიდობას, მათთვის ანუ სიმშვიდე აღარ იარსებებს რეალურად, იმიტომ რომ ივნისის თვიდან უკვე იწყება აწევა, პიკი არის აგვისტო არის საერთოდ ბოლო აგვისტოს 30, ну გამოცხადებულია. უკვე დაინახავთ რა. ბევრ რაღაცას, ძალიან ბევრ რაღაცას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მოსახდენ უნდა მოხდეს და ენერგიაზე ვსაუბრობ. ამ მაღალ ენერგიას ესენი ვერ გაუძლებენ, არ არსებობს. და ისინი, ვინც აირჩევენ და აგერ ჩანს, ხო? იქნებიან თვითკმარნი სიუხვეში, კეთილდღეობაში, სამყარო მათ მისცემს ყველანაირ აგერ საკვებს, გამოიკვებებიან ყველაფრით. ეკნებათ ყველაფერი. კი, ცოტა რაღაც მომენტში შეიძლება გაიქცნენ, შეიძლება სოფლის გზას დაადგნენ, მე ვიძახი ცოტა იქეთ, მერე. არა, ეხლა ამ მომენტში ხო შეიძლება რაღაცა დაიღალონ, გადაიტვირთონ, მაგრამ მათ აქეთ ამხარეს, ხო? ათელ მხარეს, ვინც ენდობა
შემოქმედს ღმერთს და უყურებს მას იმედით და იცის, რომ ღმერთი მოწყალეა და ის გადაარჩენს საქართველოს, თუ ჩვენ რა თქმა უნდა ვიქნებით მადიდებლები, ღვთის მადიდებლები და მადლობას და იმას რა ქვია, მადლიერებას აღვავლენთ და დიდებას ღვთისადმი, რა თქმა უნდა, იქნება მოწყალე ჩვენ და მე. და აი, რას გვეტყვიან აბა სამყაროს ნათელი კეთილი ძალა. გვეტყვიან იმას, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სამყარო არის ციკლური, ყველაფერი უნდა დატრიალდეს, ყველაფერი თავის ადგილას უნდა დადგეს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა განაწილდეს, გაიყოს ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ასე ითხოვს სამყარო, რომ დამკვიდრდეს მშვიდობა, იდილია, სტაბილურობა, ოჯახში, ნახე ყველას უფროსის პატივისცემა, შენი წინაპრების, მშობლების და ასეთ ადამიანებს ყველაფერს მისცემს, ყველანაირ რესურსს მისცემს. ხარში დაუდგება თვითონ სამყარო აწესრიგებს აი ამ ქაოსს, ნახეთ? და აი ამ უმსგავსოებას, ხო? ბუნების შეცდომები რო არიან და სამყაროს შეცდომები რო არიან, არამსგავსნი მეცოდებიან. მე არ ვიცი მათ სხვადასხვა ვერსიებია. მე არ მსურს მათი, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ცუდი, მაგრამ სამყარო თვითონ დააწყობს და დაალაგებს. რეალურად დაინახავთ ყველას სახეს, ვინ რა არის, ვეღარ დაიმალება, ვეღარ დაიფარება. ესეთი გამოაშკარავება ძალიან ბევრისთვის მტკინვეული იქნება, მაგრამ ასე ითხოვს სამყარო. ასე მოვიდა, ესეთი ენერგიები მოდის, ახალი დასაწყისი. და როგორი იქნება ეს დასაწყისი? ივნისის თვე. მოქმედება, ძალა, სიძლიერე, ძალაუფლება საქართველოსთვის. საქართველო დადგება განდეგილის პოზაში ცოტა ხანი. აი, ადამიანი, რომელიც აიღებს ლამპარს და ეძებს გზას, რომ გაიკვლიოს, მაგრამ თვითონ სამყარო გაუძღვება მას, იმიტომ რომ სიბრძნეა აქ, ნახე? საქართველოს აქ სიბრძნე, საქართველოს აქ ფარველობა და სულიერება. ძალიან დიდი სულიერება, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიძახი და ესე დავამთავრებ, თორე ძალიან გამიგრძელდა ნათელი ძალები ბრძნულად. გვინდა არ გვინდა მოგწონს არ მოგწონს, იმ მომენტში დაიმახსოვრეთ, ირთვება რაღაც. ის ადამიანი ხდება გამტარი, ვინც არ უნდა იყოს ის და თვითონ უზენაესი, უმაღლესი ნათელი კეთილი ძალები აგვარებენ ამ ადამიანის სახით, ამ ადამიანის მოქმედებით სიტუაციას და ეს არის სულიერება, ეს არის სიბრძნე, ეს არის სტაბილურობა და ეს არის ზემოდან სამყაროს ზეციური ძალებიდან, იმ ნათელი არსებებიდან, რაც დავინახეთ, რომ უკვე მოდიან და მოედინებიან. ეს დიდი ამოფრქვევა იყო, უბრალოდ იმ ფოტოზე ჩანს პატარა, ძალიან დიდი იყო. და ჩიც გავს და მე რეალურად ნანახი მაქვს. ანგელოზები, რომლებიც მოფრინავენ, ესენი ფრთიანები არიან და ჩიტებს გვანან. ნახე მე, როცა ამოსული ვიყავი სხეულიდან. აი ესე დაფრინავენ და მე უცებ დაეშვებიან და როგორც უკვე ადამიანის სხეულით წარსდგებიან, მაგრამ ფრინავენ და აი ზუსტად ეს ფოტო, რომელიც მე ვნახე და დავდებ თავარზე, ამ ვიდეოზე, დააკვირდით.
აი ზუსტად ერთი ერთში. ანგელოზის მსგავსია. კომეტის ნაწილაკია თუ პლაზმოიდია, რაც არ უნდა დაარქვან, აი ესეთი მყავს ნახი მე პირადად რამოდენიმე. სულიერება გადაარჩენს და გამოვალთ. ძლიერად დადგება საქართველო და ივნისის თვეც კი იქნება ეს გაყოფა, იქნება ეს რა ვქნათ, ლუსტრაცია. გამოვლინება ყველასი. ვინ არის, ვინ საით არის, ვინ როგორია და აი ამას დავინახავთ. დავინახავთ გულის ტკენით ვამბობ, იმ ადამიანების ფსიქოემოციონალურ მდგომარეობას, შიზოფრენიას, სოციოპატებს, რა ვიცი, ფსიქოპატებს, რა უწოდო, ღმერთმა უშველოთ. მე მაინც მეწოდებიან, მაგრამ თვითონ სამყარო, ნათელი ძალები. თვითონ ისინი ამკვიდრებენ აქ მშვიდობას. აი ესე დაგემშვიდობებით, ჩემო კარგებო, დაფიქრდით. იფიქრეთ, გაიაზრეთ. თავისუფალ ნებაში არავინ ერევა, მაგრამ მე მაინც გირჩევთ, რომ აირჩიოთ ნათელი მხარე. ვაპატიოთ, მიუტევოთ, შეუნდოთ, აუხსნათ, დაუყვავოთ, რა ვიცი, თბილი სიტყვით უთხრათ, რომ იქნებ გონს მოეგონ. იქნებ გონს მოეგონ, მოინანიო. სასჯელი იქნება სასტიკი. აი ამ ძალას მიყავს ისინი. საბოლოო ჯამში უნდა განთავისუფლდეს დედამიწა, აი ესეთი არ შემდგარი სულებისგან. ბუნების შეცდომა, სამყაროს შეცდომა, აი ესეთი არსებებისგან და ეს ჩემი აზრი არ არის და ეს ჩემი мотиваცია არ არის. ეს მოდის, ეს ინფორმაცია მოდის. ეხლა უკვე თქვენი ნება. თქვენ განსაჯეთ. მადლობა.